რუბრიკა, რომელიც არა მარტო საინტერესო რაღაცებს იგებ, რომ მეგობრებს გაუზიარო, არამედ სწავლობ კიდევაც საინტერესო რაღაცებს. რა იცით რომანტიკის შესახებ? დამიჯერე საერთოდ არაფერი არ იცით. განსხვავებით ერთი პოლონელი მეცნიერისგან, რომელმაც ანტარქტიდაზე ექსპედიციის დროს თავის შეყვარებულს, რომელსაც სახელად მაგდა ერქვა, დიდი 2 მეტრიანი M100 დაუხატა პინგვინის განავლით. დრამის თვალზე ცრემლი მომადგა. ყველაზე საყვარელი საქციელია. ხუმრობა იყოს და ამ განავლის ადგილას ბალახი ამოვიდა, რომელზეც 2 იშვიათი სახეობის მცენარე აღმოაჩინეს, რომელიც ანტარქტიდაზე იზრდება. და ამ რომანტიკული საქციის დამსახურებით ამ მცენარეების შესწავლა მოახერხეს. მოტივაციას არ გაძლევთ, რომ იმეს პინგვინის განავალი აჩუქოთ. თუ ანტარქტიდაზე არ ხართ. გავაგრძელოთ. მილანი 48 წლის კრიმინალი დაწრწის ქუჩებში, მის ანგარიშზე უამრავი ქურდობა, ძარცვის მცდელობა და კიდევ არაკანონიერი ნივთიერებების გაყიდვა. მოკლედ ცუდი ტიპია. და ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის დროს პოლიციამ წაიყვანეს სასამართლოში, გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს შიდა პატიმრობა. მაგრამ ერთი პრობლემაა. უსახლკაროა. საერთოდ რაღაც როგორ ხდება, ალბათ გაინტერესებთ. ყოველ საღამოს მზის ჩასვლისას ერთ და იგივე ადგილას მიდის პოლიცია საძილე ტომარასთან და ამოწმებს დომენიკე ადგილზეა თუ არა. რაღაც ხუმრობას გავს მოსამართლის მხრიდან. მაგრამ მოსამართლის გარდა დომენიკს ცხოვრებაც დასცინის. როგორც თვითონ ყვება ერთ საღამოს ადგა, მოსაფსმელად გადავიდა გზის მეორე მხარეს, ამ დროს მოვიდა პოლიცია, არ დახვდათ და რა თქმა უნდა მოახსენეს სასამართლოს. სასამართლოც ადგა და საჯელი გაუხანგრძლივა. დომენიკმა ასევე მოითხოვა ციხეში ჩაესვათ, რომ საჭმელი, წყალი და სახურავი მაინც ექნებოდა თავზე, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. მე მგონი ყველა ერთად ეღადავება. ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეა და შებრალებას არ უპირებენ. უმჯობესია გერმანელი და შვეიცარიელი ინჟინერები შევიბრალოთ, რომლებიც გამოთვლებში შეცდნენ ხიდის აშენების დროს. საქმე იმაშია, რომ ორივე ქვეყანაში არის ერთ და იგივე სახელწოდების ქალაქი, სახელად ლაუფენბურგი და ეს ქალაქები ერთმანეთისგან მდინარით არის გამოყოფილი. 2003 წელს გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო ხიდი აეშენებინათ ამ ორ ქალაქს შორის და ყველაფერი მაგრად იქნებოდა. მაგრამ სტრატეგიულად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ორ სხვადასხვა ბრიგადას დააწყებინეს მუშაობა ამ სხვადასხვა ქალაქებიდან და შუაში უნდა შეხვედრილიყვნენ. ალბათ ხვდებით საითაც მიდის ყველაფერი. როგორც მიხვდით, ყველაფერი ესე მარტივად არ წავიდა და შუაში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე შესამჩნევი გახდა, რომ რაღაც გამოთვლაში იყო დაშვებული შეცდომა. ეს შეცდომა იმიტომ მოხდა, რომ გერმანელები ჩრდილოეთ ზღვის დონიდან გამომდინარე განსაზღვრავდნენ რაღაცებს თავის გამოთვლებში, ხოლო შვეიცარიელები ხმელთაშუა ზღვის დონიდან გამომდინარე. მაგრამ სასაცილო ის არის, რომ თავიდანვე ორივე ქვეყნის ინჟინერებმა იცოდნენ ამ განსხვავების შესახებ. ამიტომ რის გამო მოხდა მსგავსი შეცდომა არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანულ მხარეს ხიდი ჩამოანგრიეს და ისე გააგრძელეს აშენება. იცოდით, რომ არსებობდა ადამიანი, რომლის ცხოვრებაც რაღაც ეტაპის მერე რეალური აღარ იყო. ეს ანტონიო დი სალაზარია, ოდესღაც დიქტატორი და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 36 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მანამდე სანამ უბედური შემთხვევა არ შეემთხვა. 1968 წელს ცუდად წაიქცა და ინსულტი დაემართა. სიტუაციით და თავის ძალაუფლებით ისარგებლა იმდროინდელმა პორტუგალიის პრეზიდენტმა ამერიკო ომაშმა და სხვა პრემიერ-მინისტრი დანიშნა. როცა სალაზარი გონს მოვიდა, ექიმებმა თავის ახალგაზრდებს ურჩიეს, რომ უმჯობესი ექნებოდა არ გაებრაზებინათ და არ ეწყენინებინათ ამ ახალი ინფორმაციით, თორემ შეიძლება და სტრესი ვერ გადაეტანა. ახლობლებმაც გაითვალისწინეს და დაუმალეს ეს ახალი ამბები. აკითხავდნენ სახლში, აცნობდნენ ქვეყნის შესახებ რაღაც ინფორმაციებს, მაგრამ რაღაც დეტალებს უმალავდნენ. იმდენად სერიოზულად მივიდნენ ამ თემას, რომ ცალკე გაზეთის შეცვლილი ვერსიის მოტანაც კი დაუწყეს, რომელიც თითო ეგზემპლარად იბეჭდებოდა. ამ გაზეთში არ იყო არც ერთი სიტყვა ახალ პრემიერ-მინისტრზე და თავის მმართველობაზე. ასე იცხოვრა თავის უბედური შემთხვევიდან თავის სიკვდილამდე სალაზარმა, ისე რომ ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. ნამდვილი სიგიჟეა. კაი ფილმი გამოვიდოდა ალბათ. ან ცუდი ფილმი. იცოდით, რომ თუ რეჟისორები თვლიან, რომ რაიმე უაზრობას იღებენ, თავის სახელს ცვლიან ფსევდონიმით ალან სმითი. ყველაფერი 1969 წელს Death of Gunfighter-ის გადაღებაზე დაიწყო. რეჟისორ რობერტ დოტენს უთანხმოება მოვიდა მთავარი როლის შემსრულებელთან და შუა ფილმის გადაღებიდან მოუწია, რომ წასულიყო. მოიყვანეს ახალი რეჟისორი დონ სიგელი და გადაიღო მეორე ნახევარი ფილმის. თუმცა საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ორი საერთოდ სხვადასხვა ფილმი გააერთიანეს და რეჟისორების აზრით ნაგავი მიიღეს. აქედან გამომდინარე, არც ერთმა რეჟისორმა არ ისურვა, რომ თავისი სახელი ყოფილიყო ტიტრებში და საბოლოო ჯამში ეს ორი რეჟისორი გარდაიქმნა ფსევდონიმად ალან სმითი. სასაცილო ის არის, რომ თავიდანვე ვერ გაშიფრეს ეს ფსევდონიმი და კრიტიკოსებმა ისე შეაფასეს, რომ მაყოფილებიც დარჩნენ საბოლოო ჯამში. ეს დიდებული რეჟისორი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიც არის სისხლის მწოველი ფარაონები პიცბურგში, კრევეტი ბარბიზე,
Tiny Toon-ი, შედარებით ახლებიდან ანატარი და ამიტვილ აპოკალიფსი. ღირსეული ნამუშევრებია, ნახვას არ გირჩევდით. ჯარისკაცების შესახებ რა იცით? არიან მკაცრები, დისციპლინირებულები, გასცემენ ბრძანებებს, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს, მაგრამ იცოდით რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული ჯარისკაცი იყო დათვი, ხო? ხუმრობა არ არის. 1942 წელს საბჭოთა კავშირიდან გამორბოდნენ პოლონელი ჯარისკაცები ირანის გავლით და გადააწყდნენ დათვის ბელს, რომელსაც მშობელი მონადირეებმა მოუკლეს და ჯარისკაცები დადგნენ და იშვილეს დათვი. დაიყვანეს, ასმევდნენ შედიდებულ რძეს, უვლიდნენ, მაგრამ მალე გაიზარდა დათვი. ძალიან გაიზარდა. 2 მეტრზე დიდი გახდა და 200 კილოს აჭარბებდა. მაგრამ თან სრულფასოვან ჯარისკაცად ჩამოყალიბდა. სვავდა ლუდს, ეწეოდა სიგარეტს, ხეჭავდა უფრო, ბანაობდა ჯარისკაცებთან ერთად, უყვარდა ჩახუტება, ოღონდ ცოტა სარისკო იყო ეს ჩახუტება და სასიკვდილო სპორტშიც გადაიზარდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოფიციალურადაც არმიის წევრი გახდა. იტალიაში როცა მიდიოდნენ გემით პოლონელი ჯარისკაცები, უფლება არ ჰქონდათ რომ წაეყვანათ დათვი და ამიტომაც ეშმაკობას მიმართეს და ოფიციალურად არმიაში ჩაწერეს. თავისი დოკუმენტები, წოდებით, ხელფასით ჯარისკაცი გახდა. ხელფასი ლუდი იყო ძირითადად, მაგრამ მაინც. მონტე-კასინოსთან ბრძოლის დროს ვოიტეკს თვითონ სხეულით აქონდა საარტილერიო ჭურვები, ბაძავდა ჯარისკაცებს, წევდა ყუთებს, ტყვიანურად იბრძოდა მოკლედ რომ თქვა. ომის დამთავრების შემდეგ გმირად გამოაცხადეს, გაზეთებში წერდნენ მის შესახებ, მაგრამ ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ, ვოიტეკი არა. უკანასკნელი წლები ედინბურგის ზოოპარკში გაატარა, სადაც ხშირად აკითხავდნენ ხოლმე ვეტერანები და აძლევდნენ ლუდს, სიგარეტს და კიდევ სხვა რაღაცებს. ესეც რო დაინახავდა ნაცნობ ხმას რო გაიგებდა, მოდიოდა და თაც უქნევდა. ხო, ჯარისკაცი იყო, რომელსაც არ უთხოვია ომი. რაღაც უფრო დიდი ნაწილი გახდა თავზე დამოუკიდებლად და შეიძლება უფრო ადამიანურიც იყო, ვიდრე ბევრი ადამიანია. ამიტომ თუ ჩათვლით რომ არმია მხოლოდ ადამიანებისთვის არის, გაიხსენეთ ვოიტეკი. ჯარისკაცი, გმირი და უბრალოდ კარგი დათვი. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ეს ფაქტები. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.